გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ სანამ ჩვენ დავიწყებთ და სანამ ჩვენ გადავიდოდეთ პოლიტიკურ საკითხებზე, მე მინდა მოგილოცოთ აღდგომის დღესასწაული, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის სრულიად მართლმადიდებელი ერის ზეიმობს და ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს ყოველთვის აქვს სიკეთის და სიყვარულის მოტანის ყოველდღიური ცხოვრება. მიულოცოთ სრულიად საქართველოს აღდგომის დღესასწაული, ქრისტე აღსდგა. გილოცავთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძვირფასო საზოგადოებო, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, ღმერთმა ყოველთვის ფარველობა მოგვაკლოს ჩვენ ქვეყანასა თვითონგანის ოჯახებს. ეხლა ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ კვირაში მიმდინარე მოვლენებზე და იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელი პოლიტიკური პროცესები განვითარდა საქართველოში და კონკრეტულად თბილისში. დღეს ამ თემებზე გვიქნება საუბარი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი შმაგი ლურსმანაშვილი. მოგესალმებით ბატონო შმაგი, მოგილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. მეთქვა მრავალ დაგვასროს თქვენი ოჯახი, თქვენი დიდი შემოქმედებით და მოდით ჩვენ დღეს შევეხოთ იმ გააქტიურებულ ვიზიტებს, რომელიც გასულ კვირას იყო ჩვენ საქართველოში. დავიწყოთ ალიევიდან, ალიევის ვიზიტი დედაქალაქში და შეხვედრები მისი როგორც ბიძინა ივანიშვილთან, ასევე სხვა დანარჩენი მთავრობის წევრებთან. ახლა სულ სხვადასხვანაირი მითქმა მოთქმები არის მის ვიზიტთან დაკავშირებით, ხო? ზოგი ავრცელებს რაღაც უარყოფით განცხადებებს და ჭორებს, მაგრამ არის რაღაც გარკვეული დადებითი ინფორმაციები, რაც ალბათ დასიც არის ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. მაგრამ თქვენ უფრო კარგად ახსენეთ ამას და თქვენ უკვე კარგად გაუშვით ამ თემას ჩვენს ტელემაყურებლებს. რა დატვირთვა რა ქონდა მის ვიზიტს ჩვენთან საქართველოში და კონკრეტულად თბილისში და რა საკითხები განიხილეს და ეს იყო თუ არა დაუშვათ გააქტიურება უკვე იმ ძველი პროექტების, რომელი ძველი პროექტებიც იყო შეჩერებული დროებით, რასაც ქვია შუა დერეფანი და აბრეშუმის გზა. გამარჯობათ პატრიოტულ ტელემაყურებლებო, გამარჯობათ ბატონო ტრისტან. მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელი ერებს მინდა მოულოცო, უსურვებ საქართველოს ღვთისმოშიშობას, უსურვებ ქართველებს ურთიერთსიყვარულს, ურთიერთთანადგომას და ურთიერთსიკეთეს, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გვაკლია და იმედი გვაქვს, რომ უფალი ჩვენსკენ არის და გადმოგვხედავს და არ დაგტოვებს თავისი კალთის გარეშე. ძალიან დინამიურად მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები. გამომდინარე იქედან, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ძალიან დიდი ომი, რომელიც უკვე მეორე თვეა რაც გრძელდება, ირანის ეპოპეა და მასთან დაკავშირებული მთელი საკითხები, პოლიტიკური საკითხები, რომელმაც მთლიანად ესე იგი არსებული მსოფლიოში დაკანონებული და წესრიგი, გეოპოლიტიკური წესრიგი, ეკონომიკური წესრიგი და სხვადასხვა ესე იგი ფინანსური და სხვადასხვა წესრიგი, რომელიც პრაქტიკულად უკვე არის მოშლილი და ესე იგი ყველანი ეძებენ ახლა ახალ მექანიზმებს, რომ ესე იგი კატასტროფა არ მოხდეს, ეკონომიკური კატასტროფა არ მოხდეს პირველ რიგში, არ მოხდეს დისბალანსი მსოფლიოში, ეკონომიკური ცხოვრება გაგრძელდეს და ამან უნდა მიიღოს ახალი კონტურები და ახალი მონახაზები. ჩვენ ვიცით, რომ ამ დიდი ძალისხმევა მიდის ომის შეწყვეტის შესახებ, უკვე ტრამპის გამოცხადებული ცივილიზაციის განადგურების გუშინ წინ რომ იყო, ესე იგი მან უკან დაიხია და უკვე ორკვირიანი არის ამ სააღდგომო დღეებში, მინდა აღვნიშნო სააღდგომო დღეებში, ესე იგი ორკვირიანი მორატორიი გამოცხადდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა, მაგრამ როგორც ხედავ, მაინც გრძელდება, მაგრამ 2 კვირის განმავლობაში პაკისტანის
პაკისტანში ითავა შუამავლის როლი და ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობით განახორციელებენ და დაიწყებენ მოლაპარაკებებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს. უკვე წინასწარ არის უკვე ცნობილი ირანის მიერ წარდგენილი 10 პუნქტიანი შეთანხმების პარამეტრები, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია შეიცვალოს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე დასწრებიან და როგორი შედეგიც გამოვა, ჩვენ ამას ვნახავთ. ამასთან დაკავშირებით ახალი ჩვენ უკვე ვიცით, რომ ორმუზის ყურე გახდა ახლა მთავარი თემა. მთელი მსოფლიოს ეკონომიკის ორმუზის ყურე გახდა მთავარი თემა, საიდანაც მიდის 30-40% ნავთობის მომარაგება, როგორც ევროპის სახელმწიფოებში, ისე აზიისა და მთავარი მომხმარებელი არის ჩინეთი, იაპონია, კორეა, პაკისტანი, ინდოეთი და ასე შემდეგ და ევროპის სახელმწიფოები. და ეს არის შეჩერებული ირანმა, როგორც ვიცით, თავის კონტროლის ქვეშ აიღო ორმუზის ესე იგი ტანკერების და გაზის ტანკერების მოძრაობის ის ხელში აიღო და თავისი ესე იგი ხალხი თავისი ვინც მას ეხმარება და ვინც თანადგომას უცხადებს, მის ტანკერებს ატარებს, ხოლო ვინც მოწინააღმდეგები არიან, მათ ტანკერებს არ ატარებს და პრაქტიკულად კონტროლის ქვეშ მოაქცია ორმუზის ყურე და აქედან ნავთობის ნაკადები აკონტროლებს უკვე ირანი. რამაც ფასებიც და გამოიწვია. აბა რა თქმა უნდა გამოიწვია მთელი დიდი ფასებიც და მთლიანად ავტომატურად ამას შემდეგ ცოტა გვიან მოყვება თუ ეს ასე შენარჩუნდა მთელ მსოფლიოში ამას მოყვება სხვადასხვა პროდუქციაზე, რომელიც არის დაკავშირებული ნავთობზე, ნავთობქიმიაზე, ყველა პროდუქციის გაძვირება. მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა, რუსეთში ნავთობის ფასების ზრდა არა, რუსეთში არ არის, შიგნით არ არის, მაგრამ რუსეთი ღებულობს ძალიან კარგ დივიდენდებს, $60-დან 100 გადააჭარბა უკვე ესე იგი საერთო ფასმა აბარელის. ეს გასაგებია, ეს სურათი. მაგრამ ამ დროს უკვე ჩვენი კავკასიის როლი, საქართველოს როლი, ესე იგი რა არის აი ასეთ დიდ მდგომარეობაში, დიდ მძიმე გავარვარებული საჭადრაკო დაფა არის უკვე ჩვენს ირგვლივ, პატრიოტებო ტელემაყურებლებო, სადაც მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური, დიპლომატიური და სხვადასხვა მექანიზმებით. და ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო კვირაში საქართველოში განხორციელდა ძალიან ისეთი დიდი მნიშვნელობის ვიზიტები, ისეთი მნიშვნელობის ზარი, კერძოდ მე მაქვს ხედელობაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვენცის ზარი ჩვენს პრემიერ-მინისტრთან. ამას შემდეგ მოყვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლა და ახლა დაგეგმილი არის, დაანონსებული არის, რომ დიდი დელეგაცია ჩამოვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. უკვე დაანონსებულია და ელოდებიან, უკვე მზადდება მათი ვიზიტი. ამას შემდეგ მოყვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის ვიზიტი, რომელმაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან დიდი მithმა-მოთქმა გამოიწვია, რომელიც იყო ზოგისთვის მოულოდნელი და ბევრი მიმომხილველი ამას აღნიშნავს, რომ აი ასეთი სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ახლა იყო განხორციელებული, ეს უკვე სხვა მასშტაბის და სხვა, ესე იგი, საფეხურზე გადაყავს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ პირდაპირ იყო ვიზიტად, იყო მასპინძელად მიღებული იყო ჩვენი ბიძინა ივანიშვილი. ეს ამ შემთხვევითი არ არის. ესე იგი ამ შეხვედრაზე ისე არის მაღლა აწეული უკვე თამასა, ამ მნიშვნელობის, ამ პოლიტიკური მნიშვნელობის თამასა, რომელიც გამომდინარეობს აი ამ გავარვარებული საჭადრაკო დაფისდან. ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ, რომ უკვე არის ძალიან დიდ, ესე იგი, საუბარი და ქმედებები იმაზე, რომ ესე იგი, ჩანაცვლდეს აი ეს ეკონომიკური სპარსეთის ყურიდან დაწყებული შეფერხებები, რომ უკვე ჩანაცვლდეს და განვითარდეს, უკვე შეიძლება თქვენ მოგწყინდათ ამის თქვა, მაგრამ ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის მარშრუტის მაქსიმალურად ამოქმედება.
ეს შუა დერეფანი რა არის? შუა დერეფანში მთავარი მონაწილეები არიან ყაზახეთი და აზერბაიჯანი და რომელიც შემდეგ საქართველოსთან გადის ეს ყველა საქონელი პირველ რიგში ენერგორესურსები, სხვადასხვა მშრალი თვითი ასე და რომელიც შემდეგ იქ ყაზახეთთან დაკავშირებული არის ჩინეთისა და ინდოეთის ესე იგი საქონელ ბრუნვა. აი ეს როდესაც ჩვენ ახლა ამას ეს რომ ვნახეთ ეს ყველაფერი, მე მაშინვე მივხვდი რომ პირველი რაც მე თვალშისაცემი იყო ჩემთვის ის რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე გამოდის ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან სხვადასხვა დიქტატიდან უკვე ნელ-ნელა გამოდის. ადრე თუ ამ რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში თუ საქართველოს ისტაბლიშმენტი თბილისში ღებულობდა ესე იგი დირექტივებს მოქმედებების შესახებ ვის უნდა შეხვედროდნენ, როგორ არ შეხვედროდნენ, დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ რომ იკვეთება დამოუკიდებელი თამაშის ნიშნები, უკვე იკვეთება რომ თბილისმა აიღო ეს არ მე მინდა თამაშის წესები იცვლება უკვე. დიახ, მე გლობალურად იცვლება. დიახ, ეს იცვლება და მე დარწმუნებით შევიძლია განვაცხადო, თქვა რომ ეს არ იყო შეთანხმებული არც ბრიუსელთან, არც პარიზთან და არც სხვადასხვა ევროკავშირის სტრუქტურებთან ეს ყველაფერი შეთანხმებული. ეს უკვე ნიშნავს დამოუკიდებელი თამაშის რანგში გადაცვლის პროცესს ჩვენ ახლა ვუყურებთ. ესე იგი ალიევი არის ახლა დღეს თავარი ესე იგი ალიევი და ყაზახეთი თავარ როლს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა შემდეგ და ეს იმას ნიშნავს რომ აი ეს თავარი მოთამაშეები უკვე თავისი რანგით უკვე ზემოთ იწევენ, უკვე მათი ფასი და მათი აქტივები უკვე იზრდება და მათი ავტორიტეტი იზრდება და აი ამ ესე იგი ახალ ვითარებასთან გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მათ უდათ რომ ესე იგი ეს შუა დერეფანმა გაიხსნას მთლიანად თავისი მასშტაბით და იყოს უსაფრთხო ტვირთების გადაზრდა იყოს უსაფრთხო და იყოს სასარგებლო ყველა ქვეყნებისათვის. აი ამისათვის იყო ეს ყველაფერი ესე იგი ყველა ეს ვიზიტები ამისათვის იყო და ეს იმედი გვაქვს მათი შეთანხმებების უკვე ჩვენ უკვე ნიშნებს უკვე ვხედავ და კიდევ გამოჩნდება რომ ესე იგი რა შეთანხმებებზე არის საუბარი. ბატონო შმაგი, პირველ რიგში შეგაწყო ჩაგეკითხებით და შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ. ეხლა ჩვენ კარგად გვახსოვს ეს რამოდენიმე ერთი 2-3 თვე არის გასული ალბათ ასე დაახლოებით, როდესაც ფაშინიანი და ალიევი იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეხვედრა ჰქონდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ტრამპთან და იქ იყო საუბარი რაზე? იქ იყო საუბარი ძირითადად იმაზე, რომ ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ფაქტიურად საზოგადოებას და სოფლის საზოგადოებას დაანახეს, რომ თითქოს უკვე გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჩაიხსნა აი ამ შუა დერეფნის როლიდან და ესე იგი გადათამაშება მოახდინეს და გადაიტანეს ზანგეზურის დერეფანი. ხო. ახლა თქვენ იყავით ჩემთან სტუმრად, როცა ჩვენ ამაზე ვქონა ამ საკითხზე საუბარი და ჩვენ მაშინ თქვით, რომ ეს არის შეუძლებელი, რადგან იქ ვერ მოხდება და ვერ შეასრულებს შუა დერეფნის როლს ვერც შემთხვევაში ის მარშრუტი, რადგან არის რთული რელიეფურად, მერე კიდევ არის ირანის ტერიტორიასთან ახლოს, სადაც უნდა ერთი მონაკვეთი გაიაროს. ანუ ეს საკითხი უკვე შეჩერდა და ამიტომ იყო რომ ალიევმა უკვე და ყაზახეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუბრუნდნენ ისევ საქართველოს საკითხს გაანახლეს და გააცოცხლეს ეს შუა დერეფნის საკითხი და ამავდროულად გუშინ პრემიერმა გააკეთა განცხადება და დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესიც. ამ შემთხვევაში რუსეთის როლი რა არის აქ? ძალიან საინტერესო თქვენ ახლა წამოჭერით სიტუაცია, იმიტომ რომ ზანგეზურის ეგრეთ წოდებული კორიდორის გახსნა, ტრამპის კორიდორის გახსნა, ეს თავიდანვე ჩვენ ვთქვით რომ იყო ბლეფი, მაგრამ ახლა იმას დაემატა ის რომ ესე იგი არმენიის, სომხეთისა და ირანის პოლიტიკური ურთიერთობა ძალიან არის დაძაბული. იმიტომ რომ თურმე, მე უნდა მოგახსენოთ რომ როდესაც ხამენეი და მისი ოჯახი დაიღუპა, სამძიმარი თურმე სომხეთის ხელისუფლებას არ გამოუცხადებია. ამას ირანელები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ და
ამის მერე თქვენ წარმოიდგინეთ, იქ არავითარი ესე იგი კორიდორების კი არა, იქ სხვა ესე იგი შეიძლება სხვა პროცესები დატრიალდეს და არა სამშვიდობო სატრანსპორტო კორიდორების შექმნა. ამიტომ ეს აღმოჩნდა ბლეფი, როგორც ჩვენ პროგნოზირებას ვაკეთებდით და ამიტომ აი მე მგონი მას რომელი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც მიზნად ისახავდა ტრამპის ხმადაღებული ნობელის პრემიის ესე იგი მინიჭებას და მეათეთო მე-20 ომი გავაჩერეო და ასე და შემდეგ. ამის სერიიდან იყო ეს იყო უბრალოდ რეკლამა, რომელიც ტრამპმა თავის თავზე აიღო და ვითომ ეს ბაქო და ერევანი ვითომ ერთ იმაზე დააჟინდა და სამშვიდობო ხელშეკრულება. მაგრამ ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ აქ მოსკოვის გარეშე არაფერი არ არის შეუძლებელი არის რამის გაკეთება. კავკასიაში მოსკოვი არის თავისი მოთამაშე, გეოპოლიტიკური მოთამაშე, მას აქვს თავისი ინტერესები და რომელიც ამ ინტერესების გაუთვალისწინებლობა მოიტანს ფუჭ ქმედებებს, არაფრის ქმედებებს და შესაძლებელი არის ზოგიერთ ქვეყანას მიადგეს განსაზღვრული ზიანიც. ამ ესე იგი მოსკოვის ინტერესების გაუთვალისწინებლობის ფაქტორების უგულებელყოფა. ამიტომ მე მინდა კიდევ შეგახსენოთ, რომ ვენსის ზარი ჩვენს პრემიერ-მინისტრთან ალბათ იყო ერთ-ერთი მიზეზიც იყო ალბათ, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ესე იგი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისცა მწვანე ამ შუა დერეფნის ამ მაქსიმალურად ამოქმედებას. რომ ესე იგი ამ ქვეყნებში ეს ყველაფერი გაკეთდეს, ყაზახეთი, იქ ჩინეთი არის რა თქმა უნდა, როდესაც ყაზახეთს ჩვენ ვამბობთ, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უკან დგას ჩინეთი თავისი გავლენით, თავისი ტვირთბრუნვით და თავისი ინტერესებით. და ამიტომ ყაზახეთი და აზერბაიჯანი და საქართველო უკვე ესე იგი ერთ რგოლში არიან უკვე მიბული. ესე იგი ცდილობენ რომ ერთი სისტემაში იყვნენ და ეს უზრუნველყო ნავათმა მშვენიერი კარგად ესე იგი ამ დერეფნის ფუნქციონირება უსაფრთხოება. აქ შემდეგ ბევრი დეტალები მოდის, ერთი სატამოშტო ტარიფები, საბაჟო ტარიფები, ოპერატიულობა, ტვირთების ესე იგი მაქსიმალურად გადაადგილება სწრაფად და ასე შემდეგ. ბევრი ფაქტორები ამას მოძებს რა თქმა უნდა და მე დიდი სამუშაოები არის ჩასატარებელი. ჩვენ ამის ის უკვე გუშინ გამოვიდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი და გითხრა რომ ესე იგი უკვე სახელმწიფო, არავითარი კერძო სტრუქტურები, არავითარი სხვადასხვა სახელმწიფოები, არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ჩინეთი, არც რუსეთი და არც სხვები არ აშენებენ ანაკლის სპორტს დღესდღეობით აშენებს უკვე საქართველოს სახელმწიფო. ანუ სახელმწიფო გახდა ბატონ პატრონი სახელმწიფო გახდა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ბათუმის სპორტი, ფოთის სპორტი, ყულევის სპორტი, ჩვენი სპორტები და სუფსის სპორტი არ არის ჩვენ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. ეს არ ეკუთვნის ჩვენ სახელმწიფოს, ეს არის სხვადასხვა სახელმწიფოების საკუთრებაში, ისინი არიან ოპერატორები, ისინი ფუნქციონირებენ და ისინი უკეთებენ ამ სპორტების ოპერირებას. ჩვენ სპორტი არ აქვს და აი ეს ყულევის ანაკლის სპორტი, ესე იგი დღეს უკვე სახელმწიფო და მე ძალიან მოხარული ვარ მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი მთელი დასავლეთის ჩვენი რეცეპტები გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო უნდა კონდეს ძალიან მიზერული ეკონომიკაში წილი, ჩვენი რეცეპტებით როგორც მსოფლიო ბანკი, ისე დასავლეთის ესე იგი რჩევები და ესე იგი საელჩოები ჩვენ ესე იგი თლიანად საქართველოში ისეთი გეოპოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომ სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში უნდა იყოს ძალიან მიზერული, მაქსიმალურად მიზერული. და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ესე იგი ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ესე იგი ანაკლის სპორტი იყო საქართველოს ხალხის და ქართული სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს არის ძალიან კარგი და ამას მივესალმები და კიდევ იქნება სასურველი თუ სხვადასხვა სფეროებში საქართველოს ხელისუფლება მოინდომებს სახელმწიფო კომპანიებისა და სახელმწიფოს ამ ბიზნესთან ერთად კონკურირება სხვადასხვა სფეროებში. მე მგონი ბატონო კიდევ დაანონსა ბოდიში ამას ერთად 50 ახალი ელექტრომავლების შესყიდვა, რკინიგზის ესე იგი მთლიანი რეაბილიტაცია და ახალი ვაგონებისა და დიდი თანხის ესე იგი დაანონსდა. ესე იგი საქართველოს რკინიგზაში მოხდება დიდი მთლიანი რეკონსტრუქცია, რომელიც
ამ შუა დერეფნის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ეს არის ძალიან მისასალმებელი. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ბატონო შვაგი? აი ახლა თქვენ უკვე წაიყვანეთ საუბარი იქით და გასაგებია და მინიშნებაც არის იმისა, რომ ანაკლიის სპორტი, რომელიც და უკვე აფინანსებს სახელმწიფოს, იქნება სახელმწიფო კუთვნილება. და სწორიც არის, რადგან იქ არავითარი არ იქნება ამერიკის სპორტის საბაზოები და ასე შემდგომ ეს უნდა იყოს ეს არის სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტები. მე ახლა ჩვენ არც ჩვენი საერთაშორისო აეროპორტი არ არის სახელმწიფოსი, მაგრამ ნახეთ ამინდა გითხრათ, მაგრამ მიმდინარეობს ახალი აეროპორტის მშენებლობა. არის თუ არა ეს ახალი აეროპორტის მშენებლობა იგივე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და იქნება თუ არა ეს ახალი აეროპორტი სახელმწიფოს კუთვნილებაში. როგორც დაანონსდა, ჯერ ამის მშენებლობაზე არის ტენდერი გამოცხადებული, აეროპორტის პროექტი ასე ანაკლიის სპორტისაც იყო. ხო, ასე იყო, მაგრამ ჩვენ დღეს არ გვითხრეს, რომ არ არის ეს ცნობილი, ეს ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გულისხმობთ, რომ სახელმწიფოს იქნება, ესე იგი, სახელმწიფოს კუთვნილებაში იქნება ეს თბილისის ახალი აეროპორტი. თუ მანამდე თბილისის აეროპორტი არ დაბრუნდა თურქეთის, თუ არ გამოისყიდეს, თუ მანამდე არ გამოისყიდეს. მან მე მგონი რაღაც გარკვეული წლები აქვს ეს კონტრაქტი. კი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუ საქართველოს სახელმწიფომ თბილისში ააშენა მეორე აეროპორტი, თბილისის დღევანდელ აეროპორტს, რომელსაც თურქული კომპანია ოპერირებს, მათ მოელის გაკოტრება. იმიტომ რომ ჩვენ წარმოგიდგენია, რომ სახელმწიფო უფრო მეტ კონკურენციას გაუწევს ვიდრე იმას და მე მგონია ასეთი მიდგომით თურქები ალბათ შეხედავენ, მათი პატრონები შეხედავენ და შეიძლება ეს კაკი მიყიდონ სახელმწიფოს ეს. მაგრამ მე მინდა დავამთავრო ის რუსეთის თქვენ რომ პირველად დიახ, აი რუსეთის ზოლი. ხო, რუსეთის ზოლი. მე ახლა ხან თქვი, მაგრამ უფრო პაფიოთ მინდა თქვა. ეს უფრო სიღრმისეულად ყველა ქმედებები, რომელიც დაკავშირებული არის საქართველოს ეკონომიკასთან. საქართველოს ეკონომიკაში სხვა ქვეყნების ესე იგი ჩარევას და ამ ბიზნესების და ამის ყიდვას, როგორც ეს არის ინფრასტრუქტურა, პორტები და ასე შემდეგ, რუსეთთან შეთანხმების გარეშე ეს არ ხდება. ფაქტი ასეთია, ჩვენ ანაკლიის სპორტს რო ვამბობდით, ანაკლიის სპორტი შენდებოდა და განიხილებოდა როგორც ამერიკის საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ბაზა. კი, შავ ზღვაზე. კი ბატონო. ამით იყო ეს გასაკეთებელი და არა სატრანსპორტო მას დაათქვეს, რომ იქ ხდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ეს არ იყო დაკავშირებული არავითარ თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარქვეშ უნდათ გააკეთებინათ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი, წყალქვეშა გემებისათვის. როგორც აქვს ერთი თურქეთში არა, რუმინეთში აქვს ერთი და მეორე ექნებოდა საქართველოში. აი ეს იყო ანაკლიაში. ეს იყო მთავარი მიზეზი და ამიტომ გაჩერდა. ეს თავისით კი არ გაჩერებულა. ეს გააჩერა კრემლმა, რა თქმა უნდა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს მის გვერდით, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ის არ დაუშვებს ახალი მით უმეტეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების გახსნა, საზღვაო ბაზების გახსნა. ეს ამიტომ არ არის აშენებული აქამდე. არც უნდა იესწრებოდნენ, მაგაზე არც უნდა იესწრებოდნენ. და ამიტომ მე წინათ თუ ამბობდით, წინათ ჩვენ ვამბობდით, რომ მოსკოვის შეთანხმების გარეშე არავითარი პორტები არ აშენდება საქართველოში. მაგრამ როდესაც ჩვენ ახლა რომ ხედავთ ამას, ესე იგი უკვე მიღებული არის პრინციპული გადაწყვეტილება, შეთანხმებული, რომ საქართველოს სახელმწიფომ ააშენოს თავისი პორტი ანაკლიაში. ამას ააშენებს საქართველოს სახელმწიფო და იქ არ იქნება არავითარი არც თურქეთის, არც ნატოსა და არც არავის ამერიკის შეერთებული შტატების საბაზისო ტერიტორია ეს არ იქნება, პორტი არ იქნება. ამიტომ მე მინდა უკვე ესე იგი მოკლედ რა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის გავრცელებული საზოგადოებრივ დონეზე, სახელმწიფო დონეზე რუსოფობია. საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი ნატოსთან და ევროკავშირის მისწრაფვა, რომელიც არის აშკარად ანტირუსული, ესე იგი რუსეთის უსაფრთხოებისა და რუსეთის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ეს ყველაფერი, მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ და უკვე ხვდებით, რომ მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს არაოფიციალური კავშირები, არაოფიციალური შეთანხმებები ამა თუ იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე, რომლის შედეგსაც ჩვენ ახლა ხედავთ. მეორეც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და პუტინის ადმინისტრაცია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობენ ერთმანეთში. არაზუსტად თვითონ თანამშრომლობა არ ქონია, მაგრამ როგორც ახლა. ანკორიჯიდან დაწყებული ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ანკორიჯის სულისკვეთება.
რა იყო და ის სულისკვეთება დღესაც გრძელდება და მისი ესე იგი გადაწყვეტილებების განხორციელების ფაზას ჩვენ ახლა ვხედავთ ამ 1 წლის განმავლობაში და ამიტომ ჩვენ უნდა მივხვდეთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი არის შეთანხმებული კრემლისა და ვაშინგტონის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად. ამიტომ ეს ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ. მე პირველ რიგში ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება აი ამ ჩაერთო ამ თამაშში დიდი და გამოავლენს დიდ პასუხისმგებლობა, დიდ პროფესიონალიზმს და ამ ყველაფერ ამ ეკონომიკურ პროექტებს, რომელიც დიდ მოგებას უქადის საქართველოს სახელმწიფოს, ამას ყველაფერს თავს მშვენივრად გაართმევს და ეს იქნება საქართველოს გაძლიერების, გამდიდრების, ავტორიტეტის მოხვეჭისა და საქართველოს სახელმწიფოს გამთლიანების საწინდარი. იმიტომ რომ ამ პროექტებში უკვე კარგად არის დასახული, კარგად იკვეთება ჩრდილოეთი სამხრეთი რკინიგზის გახსნა, სადაც ჩვენ აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა ძალიან კარგად იკვეთება და სრული რეაბილიტაცია მიდის ბატონო შვაგი. ეს ყველაფერი და ჩვენ ამასაც მოვესწრებით. იგურის ხიდამდე სრული რეაბილიტაცია. და ჩვენ ამას მოვესწრებით და ესე იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთში მიმავალი და სამხრეთიდან ჩრდილოეთში მიმავალი სარკინიგზო ხაზები გადაიკვეთება საქართველოში და თბილისი იქნება ამ დიდი საკომუნიკაციო ღერძის მაკონტროლებელი კონტროლი. და ეს იქნება ძალიან დიდი საწინდარი იმისა, რომ საქართველოში ნელ-ნელა დამთავრდება იმ დასავლეთის ერთპიროვნული დიქტატი, ერთპიროვნული მმართველობა, რომელიც ჩვენ თითქოს 30 წელია საქართველოს განიცდის. კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან იმართება საქართველოს, იმართებოდა 30 წლის მანძილზე. ამიტომ ჩვენ ახლა ამ დიდ ეკონომიკური პროექტებთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენ და სასიხარულოდ იწყებს დამოუკიდებელ თამაშს, ის უკვე არ არის დამოუკიდებული ერთსაერთ შორზე, ის პირველ რიგში თავისი ეროვნული ინტერესებიდან და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ესე იგი ახორციელებს ამა თუ იმ პროექტს. ბატონო შვაგი, ჩამოსული იყო ალიევი. ნუ ახლა გასაგებია და თქვენ ამ წუთში ბრძანეთ თუ რატომ იყო ჩამოსული და რატომ იყო ამ უმაღლეს რანგის პირებთან შეხვედრა, ხო? შესაბამისად ალიევის ჩამოსვლას მოყვა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა, რომელმაც ზუსტად იმ მიმართულებით განახორციელეს შეხვედრები და საკითხების განხილვა. შემდგომ გუშინ მოყვა უკვე პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ჩვენ სახელმწიფო ვაფინანსებთ უკვე ანაკლიის პორტს. ამავდროულად განაცხადა კიდევ დამატებით, რომ იწყება სრული რეაბილიტაცია იმ ძველი ვაგონების, ელმავლების და რეაბილიტაცია თელეკინიგზის ინფრასტრუქტურა. თელეკინიგზის ინფრასტრუქტურა. ჩვენ საქართველოს კერძოდ თბილისში იყო უზარმაზარი ელვათმშენებელი ქარხანა, რომელიც ემსახურებოდა მთელს ამიერკავკასიას. ჩვენ სოფლიოში გადიოდა პროდუქცია. ხო, მაგრამ შესაბამისად შემდგომ ყველაფერი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატებმა, იმისათვის რომ ეს ქარხანა ვაფშე პრაქტიკულად ამას ფუნქციონირება დაეკარგა. უკვე გააქტიურდა შუადერეფნის საკითხი. ფაქტიურად უკვე თქვა ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არათუ მარტო გააქტიურდა, არამედ უკვე ამას საქმიანი მსვლელობა მიეცა. აქ რუსეთის როლი ჩვენ ახსენეთ და ვამბობთ, რომ რუსეთი ყველა აბსოლუტურად ერთ-ერთი დიდი მოთამაშე იქნება ამ ტელეფონში, ხო? რადგან უკვე ვხედავთ ჩვენ და ფაქტი სახეზე არის, რომ არათუ მარტო სოხუმამდე არის კრინგზის რეაბილიტაცია და აღდგენა, არამედ უკვე ენგურის ხიდამდე არის ეს კრინგზის რეაბილიტაცია. ეს იმის მანიშნებელი არის, რომ რუსეთი უკვე ემზადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაებეს ამ პროექტში და ამ პროცესებში, შუადერეფნის პროცესებში. მოხდება თუ არა გარკვეულ პერიოდში რაღაც გარკვეული ოფიციალური პირველი პირების ჯერჯერობით არ ამგონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ დონის შეხვედრები დაუშვათ რუსულ-ქართული შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს იქნება თუ არა რუსეთის მხრიდან აქტიურ ფაზაში გადასული და მე მგონი გადასულიც არის, რადგან ჩვენ უკვე გვესმის განცხადებები და საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ მზათა ვართ უკვე დავსვეთ და ვისაუბროთ საქართველოსთან.
ამაზე საუბარი მიდის უკვე, ამაზე ეს გააქტიურდა. რამდენად შესაძლებელი არის, რომ დაუშვათ, ეხლა ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით თავს იკავებს ამასთან დაკავშირებით. იკავებს თავს, იმიტომ რომ მიზეზებიც ვიცით რატომ იკავებს. მიზეზებიც ვიცით, რატომ იკავებს თავს, მაგრამ ხო გადასალახი გადაილახა უკვე. ხო, გადაილახა უკვე. ხედავთ უკვე, რადგან ამხელა ნაბიჯები გადაედგა უკვე და უკვე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებს ღებულობდა, აღარ ემორჩილები იმათ დირექტივებს, ხო? ამ პატარა აკაცუკების აღარ უნდა შეგეშინეს, რომლებსაც არავითარი ძალა და რესურსი არ გააჩნია. დროულად უნდა გადადგას თორას საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯები და სასაბო წესით უნდა დაიწყოს ის პროცესები, რომელიც პროცესები საფუძველს ქართულ-რუსული ურთიერთობები იქნება დალაგებული და სწორედ ეს ანაკლიის პორტი, შუა დერეფანი იქნება თუ რა მთავარი მამოძრავებელი ძალა იმისა, რომ აღდგეს ქართულ-რუსულ, აფხაზურ-ოსური ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას ყველას ხელისუფლებასაც სურს, რომ რუსეთთან აღდგეს თანაბარი, მშვენიერი და ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობები, მოლაპარაკებები და ყველა იმ საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, რომელიც ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის არსებობს, ამ დიდი სურვილისა, მიუხედავად ამისა, არის ობიექტური მიზეზები, რომ აჩქარებითაც შესაძლებელია საქმე დაიღუპოს. ჩვენ მე პირდაპირ გეტყვით მაგალითს. 2022 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ და ბიზინა ივანიშვილის ეს დიდი დამსახურება 22 წლიდან ნელ-ნელა ნაბიჯ გამოდის საქართველოს ხელისუფლება ამ კოლონიალიზმის ურთიერთობიდან დასავლეთთან. კოლონიალიზმიდან გამოდის ნელ-ნელა საქართველო. ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და აქ ჩვენ სწრაფი ნაბიჯები რომ გადადგმულიყო, ახლა უკან გადავხედოთ, ხომ? ჩვენ შესაძლებელია დიდი კატასტროფის წინაშე დამდგარიყავით. ნელი ნაბიჯები, ნელი, ესე იგი დაყვავებით, ნელი, როგორც იტყვიან, ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან, აი ასეთი დიდი დიპლომატიური და დიდი გონიურული ქმედებებით, უკვე დღეს ასეთ შედეგს მივახციეთ. იმიტომ რომ ჩვენ უკვე საქართველოს უკვე მიუხედავად იმისა, რომ ომში ვერ ჩაითრიეს დიდი მცდელობებისა, დიდი პროვოკაციებისა. ომში ვერ ჩაითრიეს და დასავლეთის გარკვეულმა ძალებმა, სოფლიოს გარკვეულმა ძალებმა საქართველოს ომში ვერ ჩაითრიეს. რამდენიმე შეერაღებული გადატრიალების მცდელობა იყო საქართველოში ხელისუფლების დამხობისა და თავისი ამ ომის მოყვარული პარტიების, თავისი აგენტურის მოყვანისა, რომ იმ მიზნით, რომ საქართველოს ჩაბმულიყო ომში. ჯერ უკრაინის ომში და ახლა შემდეგ ირანის ომში. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების ფილიგრანულმა ქმედებებმა ჩვენ მოგვიტანა, რომ ჩვენ გავხდით, ჩვენ დღეს საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ჩვენს რეგიონში, რომ შემხედოთ. და ამიტომ დიდი სურვილისა და დიდი, ესე იგი, რა თქმა უნდა, სურვილისა და ხვაშიათისა, რომ თვალიდან დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობების უცბად გადაჭრა, ეს იქნება შესაძლებელი ამას ზიანი მოიტანოს, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან დიდი ფასი. ყველაფერს აქვს ძალიან დიდი ფასი და ამიტომ ეს კურსი ჩვენ მიუხედავად ჩვენ გასაგებია მაქსიმალისტები ვართ და გვინდა ჩქარა, გვინდა სწრაფად, ყველაფერს ჩქარობთ. ხო, ყველაფერი ჩქარობთ, მაგრამ ყველაფერს ქმედებებს აქვს თავისი დინამიკა, თავისი დრო და სივრცე. ეს ჯერ არ არის დამდგარი. ამდენი ხნის 30 თითქმის 40 წლის ანტირუსული კამპანიისა, მთელი საქართველო დამუხტული არის ანტირუსულად. მთლიანად საზოგადოებრივი აზრი, სახელმწიფოებრივი ორგანოები არის მთლიანად მიმართული დასავლეთის რეცეპტებზე და დასავლეთის იმით მოქმედებენ, სოფლიო ბანკისა და ასე შემდეგ ევროკავშირის და ჩვენ ახლა ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ამიტომ ერთბაშად ერთი ხელის გადაჭრით ამის გაწყვეტა სარგებელის ნაცვლად დიდი ალბათობით შესაძლებელი არის, რომ დიდი უბედურება და დიდი ზარალი მოგვაყენოს, იმიტომ რომ არ არის ყველაფერს არ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება დიდი უბედურება მოგვიტანოს ვიდრე სარგებლის ნაცვლად. ამიტომ აი ასე ნელ-ნელა ბატონო დრისთან, აი ასეთი ფილიგრანული დიპლომატიით, ფილიგრანული, ესე იგი, მუშაობით
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეთ რომ ჩვენი სუსის უფროსი დინარაძე გახდათ ამერიკაში რამდენიმე დღე ქალბატონი ჩვენი პირველი ლედი გახდათ ამერიკაში და იქ უკვე მიმდინარეობს ისეთი მუშაობები ანუ შეთანხმებული მუშაობები ხო ურთიერთშეთანხმებული რომელიც უკვე იკვეთება ისე კი არა როგორც ვასალი და როგორც კოლონია ადრე გველაპარაკებდნენ ამერიკის შეთანხმება უკვე თანაბარი პარტნიორული შეთანხმებები მიმდინარეობს პარტნიორული ესე იგი ურთიერთობებისაგან მიმდინარეობს უკვე მუშაობა ქმედებები ურთიერთქმედებები და ეს პარტნიორული ურთიერთობები გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისაგან ჩვენ ეს არ უნდა დაგავიწყდეს და აი ამ ნელ-ნელა მიუხედავად იმისა რომ პროცესები ძალიან დინამიურად და სწრაფად ვითარდება ამ საკითხში კიდევ მე მგონი მოგვიწევს კიდევ ცოტა მოთმენა და მთავრობას და ბატონ ბიზინა ივანიშვილს უნდა ესე იგი მივცეთ იმის დრო და საშუალება რომ ეს ყველაფერი მშვენივრად გააკეთოს ყველანაირი საქართველოში ექსცესებისა და რაღაც ცუდი უკუსლების ცით რა არის ახლა ნახეთ კი ეს ყველაფერი კარგი არის და მე გეთანხმებით რომ ეს ნაბიჯ არის გასაკეთებელი ყველაფერი სწორი მიმართულებით რადგან თქვენთვის არ იყო ჩვენ ამდენი წელი ნეოკოლონიალიზმი და თავის დაძვრენ არის ძალიან დიდი და ძალიან სახალხო პროცესი ამდენი წელი ჩვენ ვანგრიეთ ამ ქვეყანაში ის ურთიერთობები რომელი ურთიერთობების საფუძველზეც გარკვეული ის მიმდინარეობდა ბალანსი ქართული ურთიერთობების ბალანსი მიმდინარეობდა, რომელი ურთიერთობების საფუძველზეც საქართველოს იყო ყოველთვის მომგებიან პოზიციაში. მაგრამ ეს დაანგრიეს, ეს მიწასთან გაასწორეს. ეს იმიტომ გააკეთეს და რატომ გააკეთეს ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აწყობდა ის დალაგებული ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც დალაგებული ურთიერთობები ჩვენ გვქონდა თავის დროზე. რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა საქართველოს როგორც პოლიგონი, სჭირდებოდა საქართველოს როგორც თავისი სამხედრო ბაზების ტერიტორიად რუსეთის წინააღმდეგ. ახლა გადავჭით და ღმერთის გადავჭით კიდევ კარგი რომ ეს ავაცახსენებელი და პირსისლიანი სააკაშვილი ჩვენ ჩამევიცილეთ და ხალხმა ჩამეიცილეთ რომ დღეს შეიძლება საქართველოში ყოფილიყო ისეთი საშინელი მდგომარეობა რომ ეს ქვეყანა ვეღარაცოს ვერ დადგებოდა ფეხზე. ვერასდროს, ხო? ახლა ნახეთ კი, სწორიც არის, მართებულიც არის ეს მრავალი წლების მანძილზე დანგრეული ურთიერთობები და ეს ანტირუსული განწყობები ქვეყანაში ნაბიჯ უნდა ჩაიხსნეს. აქ ნდობის საკითხი აგიდო პირველ რიგში, რა თქმა უნდა. მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა და დიდი ეს პრობლემა უკვე ამ პრობლემას უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს აღიარებს და ამბობს იძახის. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი ნატოში გაწევრიანების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლება გამოიცა იძახის ნატო უნდა დაიშალოს, უნდა დავშალოს. პირდაპირ ამბობს ნატო უკვე აღარ არის ის ორგანიზაცია და ის ძალა, რომელიც ძალაც შეასრულებს თავის ფუნქციონალურ მოვალეობას. ამას ამბობს ტრამპი ღიად ამბობს. ანუ ის სწორად ამბობს ამას, გაიგე? ხო და აქედან გამომდინარე ხომ არ არის დრო, კარგი ეს რუსეთთან ურთიერთობების და დალაგების ნაბიჯ სულა ეს კარგი არის. და ამ ნაბიჯების სულამ უნდა დადოს შედეგი, მაგრამ ხომ არ არის დრო, რომ ქართულმა ოცნებამ და პარლამენტში არსებულა. შეხა ამ კონსტიტუციის ცვლილებებში დაჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, ხო? კონსტიტუციური უმრავლესობა ქართულ ოცნებას არ ყავს, არ გააჩნია. მაგრამ თუ კი იქ შესული პარტიები ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდებიან, ამ შემთხვევაში უკვე ხმები იკრიბება. ხო? დიახ, რა თქმა უნდა. ხომ არ არის დრო იმისა, რომ თვითონ პარლამენტში არსებული თუნდაც ის გახარიას პარტია და სხვა დანარჩენი კიდევ რაღაც გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც არსებობენ ქართული ოცნების გარდა, ერთად გაერთიანდნენ ამ მნიშვნელოვანი იდეის ირგვლივ და ბოლოს და ბოლოს უკვე დააჩქარონ ის პროცესი, რომ კონსტიტუციიდან ამოიღონ ის პუნქტი, რომელიც პუნქტის საფუძველზეც ჩვენ გარკვეული უზარმაზარი ხელისშეშლები მომდინარეობს. მესმის ბატონო დღისთან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პრობლემა არის, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი არის, კონსტიტუციაში ჩანაწერი არის. მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ ახლა ამ საკითხს. საქართველოში ახლა დღეს რომ დაიწყოს ამ პროცესის ინიციირება ჩვენმა პარლამენტმა და ჩვენმა დეპუტატებმა და ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, უნდა გავშიფროთ და გავითვალისწინოთ, როგორი რეაქციები იქნება დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან.
რეაქცია როგორ ამერიკის შეერთებული შტატები თვითონ ისახის უკვე უნდა დაიშალოს მე მხედველობაში მაქვს ევროპის ევროკავშირის სახელმწიფო. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა ახლა ყველამ განაცხადა ამ დღეებში რომ ხელმძღვანელობამ განაცხადებს კაფეოდ რომ ნატოს სახელმწიფოები არ დაეხმარნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან ომში. არც საფრანგეთი, არც იგი არავინ არ გასწორდა. პირიქით ესპანეთმა ჩაუკეტა თავისი საჰაერო გზა ნატოს წევრმა ქვეყანამ. ამიტომ ნატოში მათი ყოფნა. მაინც ჩვენ უნდა თავი დავიზღვიოთ. თავი კარგით, ხვალ დაუშვათ. ხვალ ესე იგი გამოიჩინეს ქართველ დეპუტატებმა გონიერება და ესე კონსტიტუციური უმრავლესობა შეიქმნა და ეს პუნქტები ამოვიღეთ. ზეგ რა მოხდება საქართველოში? რა მოხდება? აი რა მოხდება? რა უნდა მოხდეს მაგალითად? პირველ რიგში მე მხედველობაში მაქვს ამ ევროკავშირის სახელმწიფოების, რომლებიც კიდევ დღეს საქართველოში ძალიან მყარად არიან, კარგად არიან. ისინი ხელმძღვანელობენ და თავიანთ იმას აძლევენ. თავიანთ პარტიისა და თავიანთი დიდი აგენტურა არის საქართველოში. კი. ის რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს რეალურად. რასაც ჩვენ ვხედავთ და რასაც კიდევ ჩვენ ის რესურსი. რასაც ჩვენ გასაგები. ბატონო შეხედეთ მაქსიმალური რესურსი ხონდა გამოყენებული ევროკავშირის და დასავლეთს ამ ბოლოხანებში ხელისუფლების წინააღმდეგ. რომ ის ხო ისინი უკვე ღიად ჩაერთვენ. ადრე ისინი ხომ შენიღულად მოქმედებდნენ და შეფარულად მოქმედებდნენ. და ეს შეფარულმა მოქმედებებამ შედეგი რო ვეღარ დადო, არა, შემდეგ უკვე პირდაპირ ელჩები ჩაერთვენ, ხო? ანუ ესე იგი მთლიანად მთელი ევროკავშირი ჩაერთვა პროცესში. მაგრამ შედეგი ვერც ახლა დადეს და მეტი რა უნდა გააკეთონ. მე მხედველობაში მაქვს ის დიდი პროვოცირებები, რომელიც შესაძლებელია საქართველოში მათმა მოიმოქმედონ. მათმა აგენტურამ მოიმოქმედონ. იმიტომ რომ ყურადღების გადატანის ჩვენ დღეს რომ ვართ უსაფრთხო ქვეყანა, ეს არის ამის დამსახურება. ნელ-ნელა ასეთი როგორც არა, ეხლა ნატოში გაწევრიანებისა და ამის დამსახურებას არ არის. მე არა, ეს არ არის, მაგრამ უყურეთ როგორ შეიძლება იყოს ჩვენ როდესაც ამას ამოვიღებთ კონსტიტუციიდან ჩვენ უნდა გქონდეს უკვე სად მიდივართ ჩვენი გეოპოლიტიკური კურსი უნდა გქონდეს განსაზღვრული. ეხლა თავისთავად ხადი არის ეს სად მიდივართ და ეს არა ვარ განსაზღვრული. ჩვენი საზოგადოება ჩვენი მეგეწვით სად მიდივართ და სად უნდა წავიდოთ. და ეს არის პირდაპირ რომეთქვი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით ჩვენ თუ გვინდა რომ მათ დავიწყოთ ჰარმონიულად და ვექტორი საწავ. ჩვენ უნდა გავხდეთ მოკავშირე რუსულ, ბელორუსიულ, ქართული კავშირი. დიახ, ჩვენ გავაჟღერეთ და გაჟღერეთ. ხო, როგორ ეს ფაქტის სახელზე არის. ნახეთ, ბელორუსია რამხელად დიდი ის მოიპოვა უსაფრთხოების ქოლგა, ხო? ბელორუსია გახდა აი ესეთი ესე იგი რომ მეტყვი ურთიერთობებიდან გამომდინარე ჯერ ერთი რომ ეკონომიკა გააძლიერდა და თელი რუსული ბაზარი მათ უჭირავთ რა თითქმის და ბელორუსიის პროდუქციის 90-90% რუსულ ბაზარზე არის. ამის გარდა ხო ის გახდა უკვე ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა. ავტორიტეტული. ხო, ავტორიტეტული უკვე სადაც მისას გაითვალისწინებენ, ხო? აქამდე რაღაცნაირად გარკვეულად ლუკაშენკო თუ ეხა რაღაცას მერყეობდა და ეშინოდა რაღაცებს, უკვე მორჩა. ის დგას მყარად, ბელორუსია დგას მყარად უკვე, გაიგე და ისე ვეღარ ელაპარაკებიან ის ქვეყნები, რომელი ქვეყნების თავისუფლზე მას რაღაც გარკვეულ მას ფეხს კვანცუდებენ, ხო? და როგორც ჩვენებს ელაპარაკებიან. ხო, როგორც ჩვენებს ელაპარაკებიან. ამიტომ ეხლა ჩვენ ეს ხმამაღლენო განვაცხადოთ, კაცო. ეს კავშირში მისვლა და კავშირში ურთიერთობა ეს აუცილებელი არის. მე იმედი მაქვს, რომ საღი აზრი საქართველოში გაიმარჯვებს ყოველთვის, რეალობის საღი თანხმისური არის, მაგრამ დღეს საქართველოში თქვენ როგორც აღნიშნეთ, ამ 30-40 წლის პროპაგანდით, საზოგადოებრივი აზრი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ჩინოვნიკების, პარტიების და საზოგადო მოღვაწეების მსოფლმხედველობა ისე არის შეშლილი, ისე არის შეცვლილი, რომ უცბად შემოტრიალებამ შეიძლება დიდი, ესე იგი, წინააღმდეგობები და დიდი ის მოგვიტანოს საქართველოში. ჯერ არის შესაძლებელი ქართული საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოებრივი აზრი უნდა შეთანხმდეს ერთში, რომ ნატო, ევროპის, ევროკავშირის გზა ეს აღმოჩნდა ჩვენთვის დამანგრეველი და არაფრის მომტანი და აღმოჩნდა ცრუ გზა, რომელსაც ჩვენ არასდროს იქ არ მიგვიღებდნენ და არც მიგვიღებენ.
მიგვიღებდნენ და არც ეს მრავალი თვითონ ამბობენ, თვითონ თავად აღიარეს. აი ამაში უნდა შეთანხმდეს ქართული საზოგადოება და ქართული საქართველოს ისტებლიშმენტი. სამწუხაროდ დღეს ჩვენთანაც მაინც ეს ამას მე ვერ ვხედავ. ახლა მომიხსენეთ ბატონო შმაგი ის კონტინგენტი რომელი კონტინგენტიც არის დაავადებული ამ სცენით მხედველობაში ვარ მე საკაცოკები რომლებიც გამოდიან რუსთაველზე და საერთოდ აბსოლუტურად ისინი უკვე უკონტროლოებები აღმოჩნდნენ და რა უნდა თვითონაც ვეღარ გამარგინალებული ძალა საერთოდ რომელიც ფაქტურად არ მოიაზრებიან არც ერთი პოლიტიკური მიმართულებით არსად ეხლა ეს ყოველთვის ეყოლება სახელმწიფოს და მათი აზრი არც უნდა გაითვალისწინო და მათი ხედვები არც უნდა გაითვალისწინო რადგან ისინი არ არიან სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბებული არ არიან ისინი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ისინი არიან ხუთმანეთიანი დაქირავებული მონები ისი დასავლეთის და ამ ხუთმანეთზე აყვირებენ როგორც უნდათ მე ამ კონტინგენტზე არ მაქვს საუბარი და ამ კონტინგენტს მე არც კი მოვიაზრებ არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებაში არც მე მაგათ მოვიაზრებ მე მაგათ საზოგადოება არის ის რომელიც საზოგადოებას გამოვიდა რამოდენიმე დღეების უკან პატრიარქის დაკრძალვაზე აი ეს არის საზოგადოება ეს არის ხალხი ამ ხალხს ყველას უნდა სწორედ ის სწორი პოლიტიკური გზა და ის სწორი პოლიტიკური მიმართულება რომელიც სწორი პოლიტიკური მიმართულების საფუძველზე განვითარდება და გაძლიერდება ეს ქვეყანა და ეს არის ის კავშირი რომელიც კავშირშიც ჩვენ აუცილებლად უნდა შევიდეთ მესმის ბატონო დრესტა ძალიან კარგად მესმის მაგრამ კიდევ ვიმეორებ ხვალ რომ რადიკალურად ასე შეიცვალო საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი ოფიციალურად რომ გამოცხადდეს ხო ჟეკ დიდი ალბათობით ჩვენ საქართველოში მივიღებთ დიდ დაპირისპირებას ამაზე მეც ვერაფერს მივიღებთ არა დღეს შესაძლებელი არის იმიტომ რომ ეს ხალხი რომელიც საქართველოში ამდენი ხანია მუშაობენ ეს დასავლეთის ხალხი წლობით ათწლეულობით თავიანთი ისაგან და უცბად ესენი კარგავენ საქართველოს არ აქვს იმის გარანტია რომ ისინი არ მოიმოქმედებენ რამეს რომ ქართველები კიდევ ერთმანეთს არ ესე იგი რაღაც ერთმანეთს არ დაატაკონ შინაომით და რაღაც აი ესეთი თივით რომ პროვოცირება არ მოახდინონ რამის თუ თავის მოწოდებაზე დადგება საქართველოს სპეცსამსახურები და საქართველოს ძალადები ჩახშებიან რა თქმა უნდა აბანას გადალახავენ ამას ყველაფერს მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს ასეც იქნება მაგრამ დღეს ახლა დროში მოქმედების ისა ძალიან ისა თუ ჩვენი ეს ეკონომიკური საკითხები ასე დარეგულირდა როგორც ახლა ჩვენ ვარაუდობთ და ჩვენ ესე იგი ხედავთ თუ საქართველოს გაიხსნა მთლიანად ეკონომიკურად დაკავშირდა უკვე მარტო მას კი არა მთელ ესე იგი ასეთი დიდი ხაბი გახდა საქართველოს თუ გახდა დიდი ხაბი შემდეგ აი ასეთ პოლიტიკური ვექტორის უკვე ესე იგი ამის ძველი პოლიტიკური ვექტორის წაშლასა და ახალი პოლიტიკური ვექტორის მოძებნას და მისზე მთელი საქართველოს გადართვას უკვე მე მგონი პრობლემა არ იქნება. ბატონო შმაგი, დიდი მადლობა. ჩვენ დრო ძალიან სწრაფად ამოიწურა. რა ვქნათ? ძალიან საინტერესო თემა და კიდევ ბევრი საკითხებია განსახილველი ამასთან დაკავშირებით. თქვენთან ყოველთვის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი სტუმარი იყო დღეს ბატონი შმაგი რუსმანაშვილი პოლიტოლოგი. ბატონო შმაგის აქვს ძალიან სწორი ხედვები ამ მიმართულებით, ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით და მე მაინც ვჩები იმაზე რომ დრო არის უკვე რომ დავიწყოთ მოქმედება და მოქმედება უკვე არის ბურთი, როგორც გადაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, ბურთი საქართველოს მხარეს არის. ანუ ბურთი საქართველოს მხარეს არის. ახლა უნდა ვიყოჩაღოთ. დიდი მადლობა, რომ ვიყურეთ, აგანძანებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.